მოგესალმებით მეგობრებო, ბატონო მიხეილ. მოგესალმებით. დღევანდელი თემა იქნება როგორ გავლესოთ დანა. აქტუალური კითხვა არის, რამდენი მომდის კითხვები შეტყობინებებში და არ უპასუხობ ხოლმე. ადრე ერთი ვიდეო ხო გქონდა ჩაწერილი, როგორ გავლესოთ დანა და არ ვიცი და იგივე არ თქვა ეხლა. ნუ არ ამგონი ამ ვიდეოში ჩავატიოთ ის როგორ გავლესოთ დანა, უბრალოდ სათაური რაღაც ეგრე მგონია რომ რაღაც ჟღერს, მაგრამ დავიწყოთ საუბარი და ვნახოთ სადამდე მიგვიყვარს და როგორ გავლესოთ ყველაზე ბასრი დანა, ესეთი სათაური კონდეს ამ ვიდეოს. მიხეილ წინაზე ვისაუბრეთ და რაღაც ვითომ შევთანხმეთ რომ შეგვეფასებინა სიტუაცია, მაგრამ მე გადავიფიქრე. კაია რომ გადაიფიქრე. გავეშვათ რა მაგ საქმეს. გავეშვათ მაგ საქმეს. ვაფშე გავეშვათ, საერთოდ გავეშვათ საქმეს. ნუ არაფერი არ ქონა თქვა და შუაში შტები გვეძახეს და რაღაცა რო თქვა და მე რაზე გაგვანწყობდა, დავანებოთ თავი რა. ნუ კაი, ერთს ვიტყვი რომ ძალიან ცუდი სიტუაცია არის. ჩემი შეფასება ეგეთი არის. ძალიან. იმას იტყვი, აქეთა მხარე გლანძღავს, ამას იტყვი, იქეთა მხარე გლანძღავს, შუაში დადგები ორი მხარე გლანძღავს. ხო, მე კიდე რაღაცები, აი, არ მინდა რომ რაღაცა პარალელები ვავლო რაღაცა პერიოდთან და ამიტომ მოკლედ შევეშვათ მაგ საქმეს, გავლესოთ დანები მაგ საქმეს. კი ბატონო, დანარჩენი თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ? კი ბატონო, კომენტარებში პასუხს გაგცეთ. და რაც თავარია გამოიწერეთ ახლა. კაი, დანარჩენი დავიწყოთ, როგორ გავლესოთ დანა. მაგაზე მართლა არ მოგვს იმისა მარტივი პასუხი. ლესო არის ყველაფერი საერთოდ. ანუ აჩილებზე რო ლესავენ ბაზარში, არ მინდა დავაკნიო ისინი, თავის დროზე ეგ იყო ტექნოლოგია, ეხლაც ბევრი სახელოვანი ხელოსანი ძველმოდურად ლესავს. ეგეც ლესო არის. თავზე რო კვატრიალებდა და იმაზე რო ლესავდნენ, ეგეც ლესოა იყო. ალბათ მან თავარი კითხვა არის, ვთქვათ, ვის რა შედეგის მიღწევა უნდა? ვისთვის არის დამაკმაყოფილი შედეგი და რისი გალესვა გვინდა კიდევ. იმიტომ რომ შემხედრე ადამიანები ყველაზე ცუდი სალესი არის მაგალითად ეს და არ ჭირდებათ მეტი რა. ლესავენ. აქვთ მაგალითად რაღაცა 10 ლარიანი დანა, რომ მოდის მე ჩვეუნები რომ გალესი ამაზე რა. რაღაცა შედეგს მიიღებ, გაჭრის პამბურს, გაჭრის მეორე დღეს ვერ გაჭრის, ისევ გაატარებ ამაზე და ესეც ლესო არის. ასე რომ ეს ყველა თვითონ უნდა გადაწყდეს ჩემი მიხეილ როგორი ხარისხი ჭირდება, რამდენად მეტი დროს ფიქრობს რომ დაუთმოს ამ თემას და ანიჭებს თუ რა სიამოვნებას, რა 1000 ნაირი არის ლესვა. დანარჩენი კითხვა გაქვს რამე? მაქვს. იმიტომ რომ მე მივაჩინე რომ მანდ არის დაწყება რა, ძალიან რთული ზოგადად, როდესაც ხარ ჩემ მაგალითზე ვისაუბრებ, სხვაზე რო არ ვქნა, სანამ რაღაცას ნახავდი, როგორ კეთდება მეც მქონდა რომ რაღაცა შეიძლება YouTube-ზე ვიდეო მქონდა ნანახი, თეორიაში შეიძლება ის ქვაც მქონდა ნანახი, მაგრამ მე ვერ ხვდებოდი, მიუხედავად იმისა, პრეტენზია მქონდა რომ გეომეტრიაც მესმოდა რაღაც, ნუ ვერ ხვდებოდი რა, ელემენტარულად რა, წიბო პირობითად რა, რატო არის იმ გრადუსზე კარგი და ამ გრადუსზე ცუდი და ის რა, ანუ ვერ ხვდებოდი. ამიტომ მე მესმის ადამიანების, რომელსაც არც სურვილი აქვს, რომ შეიძლება იყოს დიდად გარკვეული. უბრალოდ უნდა რომ რაღაცა კარგად ჭრიდეს. მოდი მაგაზე მაშინ ჩემი აზრით ყველაზე ოპტიმალური რაც არის. სალეს სისტემებს არავის არ ურჩევ ხოლმე თავიდან. იმიტომ რომ სალეს სისტემები ნორმალური ძვირი ღირს, მოყვარულებისთვის კიდე კი არის 200 ლარამდე სალეს სისტემები და ყველას მაგას ვეუბნები რომ 200 ლარსაც გასწავლით. სულ ვერაფერი ვერ გალესოთ 200 ლარსაც გასწავლით ის და გეცოდინებათ რომ რა დრო ჭირდება. როგორი შრომა ჭირდება და გადაწყვეტ მე ის ჭირდება თუ არა უკეთესი სალესი. თან მაგ 200 ლარიანი სალესით მიხვდები კიდე რომ ანუ ზოგადად ნორმალურ დანას რო ყიდულობ და არანორმალურს უკვე დაშვებებიდან გამომდინარე ხვდები რომ ხოვა. ვიცი რამდენიმე ადამიანი იყიდეს 2000 ლარად, 3000 ლარად სალესები, რომ დადგეს და ნახეს რომ ადგილი ჭირდება და დრო ჭირდება და ეს ყველაფერი ჭირდება, ნუ ისევ ჩადეს ყუთში და უდევთ ყუთებში და მოგ ჩემთან ხოლმე გასალესად დანები. დანარჩენი სახლის პირობებში მე მგონია რომ ყველაზე ოპტიმალური სახლში და სამზარეულოშიც დროის მხრივ და შედეგის მხრივ არის სალესქვები რა. ჯაპანის ვეცდომს რო ვეძახით და მოდი მაგაზე ვისაუბროთ ცოტა ხანი მიხეილ. ასენი გადავდოთ. აქტუალური კითხვა არის ხოლმე კიდევ რა ეხლა ყველა ფრაქციის ქვას ხო ვერ იყიდე ერთდროულად და რას უჩევ ხოლმე ხო და ჩემი გამოცდილებით შეიძლება იყოს რაღაცა უკეთესი ვარიანტები, ჩემი გამოცდილებით არის 1000-იანი ფრაქცია რო აწერია ხოლმე 1000. 1000 არის ის თუ ერთს ყიდულობთ, 1000 არის ის რომ ფოლაცაც ნორმალურად იღებს და სიბასრესაც ნორმალურად იღებს რა.
დანარჩენი ახლა რა თქმა უნდა ოქროს შუალედი ესე სხვა არ არის თუ რაღაცა ძალიან სქელი არის დანა და თქვა ძალიან დაბლაგვებული არის მაშინ შედარებით ნაკლები უნდა იყოს მომერ თქვა 400-იანი ბევრად მეტ ფოლაც აიღებს თქვა ნაკლებ დროში მაგრამ სიბასრეს რო განმარტოთ გიო ანუ ეს ციფრები ანუ თქვა რაც უფრო დაბლა არის მით უფრო უხეშია და მეტი ფოლადის აღების საშუალება აქვს რაც უფრო მაღალი არის მით უფრო ანუ რბილია ასე ვთქვათ კი არა და ასუფთავებს რა მით უფრო წმინდა არის რა წმინდა არის აი ეს მარცვლები ეს ახლა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წმინდა რაც მოქვს რამდენი 12000-იანი ამ გონი და სიმართლე გითხრათ არ გამომიყენები არაფერში სამართებლისთვის ვიყიდე 1-2 რო გამელესა მაგრამ მივხვდი რომ 12000-იანი არაფერში არ მჭირდება და ნუ სიმართლე გითხრათ ქვები მიყვარს და ქვებიც აგე კოლექცია მაქვს მარტო ესეთი თქვა მაქვს 30 წელი ნუ მაგას ტექნიკაც სჭირდება გამოყენებას. გინდა არ გინდა მე მიმაჩნია რომ ყველა ადამიანი ქვას ვერ გამოიყენებ, იმიტომ რომ ბუნებრივად პატარა ტრემორი ან ოდნავ ხელი თუ გიგანკალებს, ნუ ვერ იზამ რა. მოდი ამის ტექნიკაზეც ვისაუბროთ, ცოტა ჩავუმავდით და მე ვნახოთ რა დრო რამდენი დაგვრჩება. კი, საინტერესოა, საინტერესოა გაიწელოს. ჩემი აზრით ამ ქვებში მე თუნდაც დიდი ხანი ვლესავდი ამ ქვებზე და ნუ შედეგს ღებულობ ნორმალურს, მაგრამ ვიტყვი ყველაზე გავრცელებული პრობლემაზე. ჩემი გამოსვლები მე რაც მომდიოდა ხოლმე და ჩემთან რომ მოვდიან ხოლმე გამომწერე მოხმარებლები, ჩემი აზრით აი ეს პრობლემა მოსდით ამათ. ანუ ლესვას რო იწყებ, კუთხეს რომ დაიჭერ. აი სულ ერთი 10-15 წუთი ატარო ამ ერთი მიმართულებით. მაინც ადამიანური ფაქტორი არის რა, ანუ მექანიკურად წამოგეწევა და ესე გაატარებ ზედმეტად. ან არის რო თქვა მე მქონია ხოლმე რო თქვა აი ნახევარი საათი რო ვლესავ რაღაც დაბლაგებული არის და ხანდახან ნერვი არ აყოფნის და რაღაც გინდა რომ ზემოდან გაატარებ რა და აი ზემოდან გატარებით ჩათვალეთ რომ წყალში ყრიეთ თქვა წინა ერთი 10-15 წუთის ნალეს, იმიტომ რომ გრადუსი წამოიწია და ზედმეტ გრადუსზე გადაილესა და ჩემთან რაც მოაქვს ხოლმე ამ ქვაზე გალესილები ძირითადად არის ეგეთი რომ ძალიან მაღალ გრადუსზე არის წამოწეულები. გალესილი არის ხელს გაპარსავს მაგრამ ჭრას მალე კარგავს და თავიდანვე ისეთი ჭრის ხარისხი არ აქვს და ეგ მომენტი აქვს. მაღალი გრადუსით ვახსენოთ, მოდი ასე ვთქვათ რა, ანუ რეცეპტებს ნუ ვიტყვით შეიძლება, მაგრამ ანუ აი ძალიან მაღალი გრადუსი უკვე საიდან არის? ძალიან მაღალი გრადუსი ჩემი აზრით, აი ჯიბის დანებსაც რო აღარ ადგებათ, ალბათ ერთი უკვე 44 გრადუსიდან ზემოთ არის, იმიტომ რომ ჯიბის გრადუსზე ის ჯიბის დანებს რაღაც 42 გრადუსზე მაინც ვლესავ ხოლმე, რომელიც როდესაც ესე დევს, ეს არის 90 გრადუსი. პირობითად რო გავანახევროთ, გამოდის 45 გრადუსი. აი ხო, მოდი ეგეც ავხსნათ, მოკლედ. კუთხე რა, ანუ გრადუსს რო ვიძახი ორივე გვერდის ჯამს, შესაბამისად ეს ხო არის, აი თქვა სწორი. აი ეს რო წამოუწიეთ, აი ამ სიბრტყესა და აი ამ დანის ღერს შორის შუაში დაშვებები კიდე სხვა არის. აი ეს რო შუაზე გავყოთ რა, ანუ სიბრტყეზე რო იყოს. აი ეს კუთხე არის სალი და მაგის ორივე ჯამს ვიძახი 40. ანუ ეს ხაზი და ეს ხაზი თუ არის 20 გრადუსი, გამოდის რომ 40 გრადუსზე დანას. თუ სტანდარტულებზე მაქვს ლაბორაკი, ახლა ჩიზელები რო არის და სამხედრო არის, მაგებზე არ მაქვს საუბარი. შესაბამისად, ძალიან აუცილებელი არის რომ აი ეს ხელი გვეჭიროს ზუსტად. მაგის საშუალებები აი ბევრი რეკლამები მინახავს და ამოღებული აი ეს ამა ნანიო არის, ახლა ნანიო ბრენდი არის, ძალიან მაღალი დონის ბრენდი არის, ქვებს ძალიან მაღალ საწარმოებს. ხო გიო, ამაზე არის ჩამოსაცმელი. სიმართლე გითხრა, 1-2 დანა მაქვს აი ესე გალესილი და ძალიან არ მომეწონა ახლა. რეკლამებში ყველაფერი კაი ჩანს, მაგრამ ეს როგორ წარმოგიდგენ ამას რო ჩამოასვა. ნახე, აი მთლიანი დანა უკავია. გინდა სხვა დანების შემთხვევაში ისე ვერ იკავებს პირს, რომ აი ეს არ თამაშობდეს და გრადუსი არ თამაშობდეს. მაინც თამაშობს, რომ ჯობია ის ხელის კარგად დაამუღამო რა. ხო, დანარჩენი მე სიმართლე გითხრა, მე შეხვდა ჩემი ვფიქრობდი ამას გაკეთებას, მაგრამ მე უკვე მოსალე სისტემაზე გადავედი, მაგრამ მე მგონი რომ უნდა იყოს კიდევაც უკვე გამზადებულები. ყველაზე პრაქტიკული იქნება ალბათ ხელის ეს გრადუსი რო დავიჭიროთ. ცალკე კუთხეები რო იყოს აი ეს არის კუთხეები ხო? კი და აი თქვა 15 იქნება, 10 იქნება, 20 იქნება და აი ესე რო გიკავია, ანუ ხელის გაიდია რა, ასე სახელმწიფოებრივით რომ აი გნიადებ, გაატარებ და თქვა რაღაც აკონტროლებ რა, თქვა 30 წამში ერთხელ ისევ დაადებ რომ არ გაგექცეს. ლოგიკურად მივდივართ რომ ანუ ეს საქმე რომ რაღაც დონეზე მაინც ანუ დაამოღამო, ამას ჭირდება დრო და ამას ჭირდება ვარჯიში. კი. ვარჯიშისთვის კიდე ზოგადად რაც უფრო ესეთი დაბალი დონის დანას ავიღებთ, ალბათ უფრო ოპტიმალურია ვიდრე მაღალი ესეთი ხარისხის ფოლადი არის დანა, ხო? კი, რა თქმა უნდა და
თავისთავად კიდე ისიც უნდა ითქვას, რომ ისეთ ხარისხს რო ვერ მიიღებთ, როგორც მაგალითად ხელის სისტემაზე რო ლეცავ ახლა. იქ სხვა არის ძვირფასია ბევრად, კი რა თქმა უნდა და დროც მეტი ჭირდება შედარებით. ისეთ ხარისხს ვერ მიიღებთ, მაგრამ საქმე არის იმაში, რომ ჭირდება თუ არა ის ხარისხი, იმიტომ რომ ესეც სასიამოვნო პროცესი არის. პირადად მე რო ლესავდი, კარგად მშვიდდებოდი ხოლმე და დროს ვატარებდი ხოლმე ამაზე და ვერთობოდი რა 10-15 წუთი ატარებ, გადალესავ, გადამოწმებ ხელით, მე ისევ გააგრძელებ რა და კიდე რა შეიძლება ამაზე ითქვას? ქვები თვითონ ახლა დიდ რეკომენდაციებს ვერ გავცემ, ახლა დიდი ხანია ეს ქვები არ შემიძენია, მე ძალიან დიდი ხნის წინ შევიდინე ბოლოს თქვა, მაგრამ კინგი მეგონი ახლაც არის Amazon-ზე იქნება, ბიუჯეტურები იყო და ძალიან კარგად მუშაობდა კინგის ბრენდი, უამრავი მაგისი ანალოგი იქნება. ადვილად ვწდებოდა, ადვილად იკეთებდა, უნაგის ეძახიან ამას სიბლოუ რა და თარგმანში მაგირი გამოდის, აი ეს მუცელს ადვილად იკეთებდა, თუმცა ადვილადაც სწორდებოდა. რაც მქონდა შემჩნეული მე ძალიან რაღაც ცოტა მაღალი სისალის ფოლადებზე უკვე ვეღარ მუშაობდა ხოლმე. ანუ არ არის რა მარტივი ფორმულა ესე, ვთქვათ რომელი ელემენტარული ერთი და იგივე ქვა სხვადასხვა ნაკაწრებს შეიძლება ტოვებდეს დანაზე, იმიტომ რომ იმას სხვა სისალე ქონეს და რბილი ქონეს და ამ მარცვლებს მეტი შეღწევადება ქონეთ იმ ფოლადში, ვთქვათ სხვა ფოლადს მაღალი სისალი აქვს და იმას საერთოდ ვერ ლესავდეს თვითყავე. ანუ ეს რაღაც უნივერსალი არ არის, ხო? დანარჩენი ახლა 1000-იანი თუნდა დაიწყოთ ჩემი და მე გიჩვენებთ რა თქვენი ინტერესი რამდენად გაგიღმავდებათ, რამდენად გექნება დრო და რამდენად მოგანიჭებთ სიამოვნებას და ერთი რამე არის, რასაც მე დავამატებ, რომ ანუ არის ზოგადად ესეთი კითხვა, რომ ანუ რაღაცას არ გვასწავლიან, არ გვეუბნებიან ეს ოსტატები. ხო, ანუ როგორი სიტუაციაა იცით? აი, მაგალითად დასაწყისისთვის, ეხლა აი თქვათ, რასაც ყვება გიორგი. ამით რომ ადამიანმა დაიწყო, ხო, დანარჩენი არის უკვე რაღაცა შენ მარიფატზე რა, მართლა ბევრი წყარო არის იმის, რომ თუ გაინტერესებს. ეხლა ვიდეოები რაც მაქვს ჩაწერილი, თავიდან ეხლა რატო აღარ ავწერ ვიდეოებს ეხლა რაც მქონდა სათქმელი ყველაფერი თქვი ნახვებისთვის და რაღაც პოპულარობისთვის არასდროს ჩამიწერია და იმდენი საათი არის საერთო ჯამში ეს ვიდეო რაც მართლა საქმიანად ფუნქციურად საუბრობ რომ ეს არის ესე მარტივად ახსნა ძნელი არის როგორ გავლესო დანა მაშინ კოლეჯი გექნებოდა ონლაინ რა ხო ჩვეულებრივი კურსებია რა და ეხლა არც მაგიას არ დავზარდებოდი არ დასამალი არ მაქვს არაფერი მაგრამ დრო ჭირდება მაგ ყველაფერსა და ვიდეოები ჩაწერილი მაქვს დანარჩენი სხვა ენაზეც უამრავი არის ჩემზე დარწმუნებული უკეთესებს ჩაწერდნენ კიდე ერთ კითხვას დავსვავ წეგან ახსენე შენ ანუ აი კუთხეს როდესაც ჯამურ კუთხეს იძახდი რომ როდესაც ჯიბის დანებსაც კიო უკეო აჭარბებსო რა ის გრადუსი ანუ ჯიბის დანებს და სამზარეულოს დანებს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. აი ორი სიტყვით თუ შეგიძლია აგვიხსნა რა არის ეს განსხვავება. ფუნქციონალიდან გამომდინარე, ანუ დანას გრადუსი რაც უფრო დაბალი აქვს, მით უფრო ბასრი არის, მით უფრო დიდხანს ჭრის. ეს და იგივე ფოლადებზე ჩამიტარებია ექსპერიმენტები და მაგალითად ერთ და იგივე ფოლადი სიტყვაზე 45 გრადუსზე გალესილი თუ თოქს ჭრიდა, ვთქვათ 100 ჯერ, ვთქვათ 30 გრადუსზე გალესილმა გაჭრა 500 ჯერ. მაგრამ მანდ არის თემა ის, რომ რაც უფრო დაბალ გრადუსი არის გალესილი, ეს წიბო ბევრად უფრო ფაქიზი არის. მწვრევადი ხდება, დეფორმირებადი და ასე. ის ვიდეო არ დამიდია, ადრე თოკებზე რო იყო ხოლმე ჭიდაობა და რაღაც ვიდეოებს რომ მიდევდნენ ხოლმე, ნუ გადავწყვიტე რომ ჩინურიდანით რაც შეიძლება მეტი გამეჭრევინებინა და ექსპერიმენტებს ვატარებდი და მაშინ ეს აღმოვაჩინე ერთ-ერთ დანაზე რომ ფენგფენგი არ იყო, მეორე მაგისი ანალოგი იყო რაღაცა მსგავსი. გრადუს დაბლა წევდი რომ მეთქი რაც შეიძლება მეტი გავაჭირე და 26 გრადუსზე ხომაგრად გაილესა თმებს უხარეში ჭირდა და თოქზე დავადე და თოკი ვერ გაჭრა. პირი ეგრევე წიბო შემოეღუნა, ხო? წიბო შემოეღუნა 26 გრადუსზე. და მაგიტო არის რუსები რო იქ 26 გრადუსზე ტესტავენ იმდანებს 26 გრადუსი სერიოზული გამოცდა არის ხო, ნუ კრიტიკული ზღვარია ასე ვთქვათ რა, რაღაც სხვადასხვა და ხო და კითხვა რა იყო სხვაგან წავედი სამზარეულო დანები. სამზარეულო და ჯიბის დანების განსხვავება. ხო, ეგ თემა არის რა, ეხლა სამზარეულო დანას ევალება რომ მხოლოდ პროდუქტი ჭრას დაფაზე, ანუ არ აქვს სხვა მოვალეობა. ნუ ნორმალურ მოხმარებაში მე თუნდაც ხესთან არ უნდა კონდეს რა, ხეს ართლი რა სამ. ხო, კი, რა თქმა უნდა და ეგეთ დანები არის მაგალითად იაპონურები რა, ეხლა ძალიან თხელები არის, დაყვანა 0 აქვს და იაპონური დანები ზოგადად კაი იაპონური დანა ილესება 20 გრადუსზე. ნუ უბრალოდ მე მაინტერესებს რა შემთხვევაში რა. კადრში იმედია გამოჩნდება რომ აი მას ნალესი თითქმის არ უჩანთ. ნოლამდე არის დაყვანილები. ამას კიდე და ძალიან ფაქიზი არის, ჭრის ძალიან მაგრად და ილესება მიახლოებით 20 გრადუსის ფარგლებში. 20 გრადუსის ფარგლებში ერთადერთი ილესება არ ვიცი დაუბრუნდე ისე მორას. მორა ილესება. დაუბრუნდი, კი. მორა ილესება. აი წარმოიდგინეთ რომ ესეც და მორას დანებიც ერთ და იგივე კუთხეზე არის გალესილი.
ეს ხო ვერაფერს ვერ იტანს, ისეთ რთულ დატვირთვას. იგივე არის მორას დანების. რომ მოვაქვთ ხოლმე რომ აი რაღაცა გავჭირდა და პირი დაზიანდა. დაზიანდება, იმიტომ რომ 21 გრადუსი და 22 გრადუსი არის. იმის მოვალეობა არის, რომ ხეთალოს. შეხწევადობა კონდეს ამ შევიდეს და გვერდები ეშველება. ხეშიც კოჟრი რო შეხვდება, ზიანდება ეგრევე. პირ რა თქმა უნდა, სუსტი წიბო აქვს იმას რა და იმას თავისი დანიშნულება აქვს. მორა და სკანდინავიური დანები ძალიან დიდ პატივს აცებ და თავისი დანიშნულებით ძალიან მაგარი დანები არის. უბრალოდ ის უნდა იცოდეთ, რომ კი 21 გრადუსზე მორაზე რო ეხი ძალიან ბასრი იყო. რა თქმა უნდა 22 გრადუსზე გალესილი ძალიან ბასრი არის თავიდან, მაგრამ პატარა უდიერ მოხმარებაზე ის ეგრევე ზიანდება, ისწიბო და მე იმისი აღდგენა ძალიან ძლიერი არის. ეს თუ ამითხრა კარტოფილი და ის ისე მაგრად დაჭრა. კარტოფილი რა სოლი არის. გაგლეჯავს ჩვეულებრივ. ხო, ნუ ეგეთი მითები ბევრი მოგусმენია, რომ რესტორის დანები არ ბლაგუდება და ლუსტავს და თან მაგრად ჭრის. კაი, სამზარეულო დანები 20 გრადუსის ფარგლებში, დანარჩენი ეს კაი დანების, კაი ხარისხის დანებზეა საუბარი, თორემ დაბალი დონის დანები ზოგი 40-50 გრადუსზეც მინახავს გალესილი. მასიურად პრინციპში ახლა 20 გრადუსიანი სამზარეულოს დანები ახლებზეა საუბარი, თორემ დანარჩენი იაპონური დანების უკვე რაღაც რამდენიმე ლესვაში უკვე ნენელა იწევს გრადუსი, იმიტომ რომ ის ნულიან დაყვანა აღარ არის და ნენელა სკელდება. მე არა, მე ცირისი თქვა მინდა, აღარ დავასახელებ ბრენდებს, მაგრამ ნუ რაღაცა პერიოდი თბილისში რო დავდიოდი, ისეთ პრესტიჟული მაღაზიები რო ქვია რა, სამზარეულოს დანები. ნუ თვალით რასაც ვატყობდი რა, ზევით რო არის რა, მოწეული ის არ იყო რა, 22 და იმაზე გრადუსზე რა გალესილი რა, ნუ აშკარა. ჯიბის დანებზე სკელები რო არის, ხო, რა რო უყურებ და შტოტანიტო რა. იმის 15-ით რო აქვს დაყვანება. ერთ-ერთი კარგი მეთოდი არის აი ამ ნალესის იმითაც შეგიძლია იდეაში მიხვდე რა, რომ ანუ აი ეს როცა ერთ-ერთი თუმცა არა გადამწყვეტი. არა, გადამწყვეტი არ არის, მაგრამ მე ესე უყურებ, ეს უკვე რო ჩანს ესე იგი უკვე პრობლემაა რა. გეტყვია შეაფირისტო, კიდე ლინზებს იძახიან რა, აი სამზარეულო დანებს ჩავუღრმოთ ისე. მაგიტო ვიძახი რომ გძელი თემა არ და ეს ვიდეოში ჩამოწყვეტ. კი, ვისაუბროთ, კაცო. ლინზა ბანაბევნაირი არის რა, აი ძალიან თხელი მსუბუქი ლინზა შეიძლება იყოს. შეიძლება იმაში გაახალტრო დაშვები მოდიოდეს და ბოლოში გავუკეთო. ხო და მაშინ მაგაშიც არა ჩანს ის დაშვების ნალესი. თუმცა ძალიან დიდი სხვაობა არის და ერთ გადალესვაში უკვე ის ხდება ის შეულებრივი უბრალო დანასავი დიდი ნალესები რო აქვს ხოლმე და ნორმალური დაყვანი დანები რომლებიც არის ისინი კიდევ დიდი ხანი ძლებს თქვათ დაბალ გრადუსზე ლესვას. აი ამ ყველაფრის ახსნას რამდენად აქვს აზრი შენ როგორ ფიქრობ უბრალო მომხმარებლისთვის რომელიც უბრალოდ უნდა რომ 60 ლარად თქვათ 70 ლარად დანა იყიდოს იმას ხო არ აინტერესებს ეს რაღაცეები. ანუ აი რა სადმე ვარ ეცე. ანუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ყიდი თუნდაც ამ სფეროში ხარ და ანუ არ იძახი ტყუილს რა. ანუ კიდე ვიმეორებ. უყურებდი ახლა რაღაცა ვიდეოს, მე მგონი მოგიყევი იქ რაღაცა აქციაა, ეს დანა ის დანა, ამით ღორის ჩილიკი გაუჭერიო, ոնც ვერ გაჭრა. ანუ მე მესმის რომ ეს ადამიანი შრომობს რაღაცა ორკაპიქს შოულობს რა, ანუ მაგაზე არ მაქვს პრობლემა, მაგრამ აი რაღაცა ძალიან უხერხულად გრძნობ თავს, როდესაც მე მოდის მომხმარებელი, მე 100%-იან სიმართლეს ვეუბნები, მაგრამ გრძნობ რომ მეც არ მენდობა. ხდები, ანუ უკვე ერთნი ვართ რა, ყველანი რა, ეგენდობა. რავი, აზრზე სიმართლე გითხრა, იმ აზრზე ვარ მე, რომ აქვს აზრი მიხელი და შეძახილი ხესახმოსო და მე მგონია რომ აი ეს ამდენი წელი რომ ეს შრომობ და დავჩიჩინებ ხალხს რომ ეს ესე არის 100-დან ერთი თუ გაიგებს, ეგეც შედეგი არის და საბოლოო ჯამში წლების მერე იქნება ის რომ რაღაცა პატარა წულის შევიტანთ რომ დანის კულტურა და დანის გაგება გაიზრდება საქართველოში და გუშინ უყურებდი ამ ვიდეოს რომ დაიდება გუშინ აღარ იქნება, მაგრამ უყურებდი მე რომ მიყვარს ერთი ისეთი მიმომხილველი დანების და ერთ-ერთ გამოფენაზე არის რა და ქართველი თუ არა ქართველი, ერთ-ერთ გამოფენაზე არის და ანუ მანამ ყოველთვის იყო ძალიან დიპლომატიური მოსაუბრე ეს ადამიანი. ეხა უკვე როგორ არის, იცი რაც პერიოდია, მივა და პირდაპირ რა ნაგავი არ ვარ და ანუ ონს მე მივხვდი რა ანუ რატომ მივიდა ამ ზომამდე მას იმდენად დიდი არმია დაუგროვდა გამომწერების რომ მართლა ჩათვალა რა ვალდებულად რომ უკვე რაღაცა სისულელეებში ანუ არ უნდა რა თავისი სახელი რომ გასვაროს და თავის სახელს არ ქმნავს ყველაფერს რა ხო და так что იმ დღეს რომ მითხარი რა გვია ქალბატონ შეიძლება ცოტა ისე უთხარი მეთქი ეს და არ არის ის მეთქი მაგრამ ნუ ასე ვაპირებ გაგზელებას ბატონო გიორგი მოკლედ შეიძლება ჯობდეს კიდევაც ხო დინების საპირისპირო დაპირებ არა პირიქით კარგი ანუ კარგი დინების მიცემას ვაპირებ თორე ვაფშე არ მინდა არ საპირისპირო წურვა რა კი რავი იდეაში გაუჭრელი და უჭმელი ხალხი არ არის ისედაც მაგრამ ნუ ჩვენ ესე გვესმის რა ეს კულტურა და გონია რომ უფრო სწორი არის და ფაქტიც არის რა ეხლა იაპონელებს
აი მაშინ ჩაღრმავებულები არიან და ტყუილი არ არის ეს ყველაფერი და ესეთი დონის დანებს აკეთებს. მორი სიტყვით მაშინ რა ხალ მაგაზე ვისაუბრეთ, ანუ და თან ლესვას უკავშირდება, ძირითადი ესეთი პირველი სხვაობა იაპონურ და ევროპულ დანებს შორის რა შეგვიძლია რომ ვთქვათ სამზარეულოს დანებზე მაკლაპარაკი. ეგ არის ანუ იაპონელები რამდენადაც ეგეთ სპეციფიკური ხალხი არიან, უბრალოდ ჩაუღრმავდნენ და ძალიან გამოყვეს სხვადასხვა დანიშნულებისათვის დანები და როგორც ყველაფერში ცდილობენ მაქსიმალური ხარისხი მიაღწიონ, აი მაშინ დანებშიც ეგრე მიაღწიეს, მაგრამ ზღვარი, აი როგორ ვთქვა, შუალედი მანდ არ არის რა, რაც უფრო კარგად ჭრის, მით უფრო ფაქიზი არის და იაპონელებს აქვთ კულტურა რომ მოუფრთხილდნენ დანებს, დანის კულტურა აქვთ და მაქსიმალურად მაგარი მჭრელი დანები გააკეთეს და ევროპულები ნუ არის ის რომ აი workhorse-ებს ეძახიან სამზარეულოში, აბსოლუტურად საჭირო არის ეგეთი დანები სამზარეულოში, თუმცა არის ის რომ კაი ჯიბის დანებივით დაყვანები აქვთ და შედარებით მაღალ გრადუსი არის. ანუ ჭრის ხარისხი ისეთი არ აქვს, სალეცად ბევრად რთულები არის. თუმცა ნუ უდიერი მოხმარებისათვის ბევრად უფრო მაგალითად ევროპულ კულინარიულ აკადემიებში ძალიან ბევრში საერთოდ აკრძალულია იაპონური დანების საწყის ეტაპზე მზარეულობის. ხო, ესმის რა თქმა ხო, ნუ ჩვეულებრივი თემა არის რა, რომ ანუ იქ არის სხვა სისტრაფეებში შეიძლება დაზიანდეს, ხარჯია რა თქმა უნდა და როცა აღწევ უკვე რაღაცა იერარქიას მზარეულობაში, მერე გაქვს უფლება რომ შენთვის შეარჩიო დანა რა. აბსოლუტურად საჭირო არის სამზარეულოებში, რასაც ვკითხულობ მზარეულობის ფორუმებზეც, რომ აი workhorse-ებს ეძახიან იმათ, რომ აი ვირივით ამუშავებ დანას და არ გენანება და ვერც აფუჭებ, დავარდება, გადავარდება, ნუ თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ დანები არის ეს. ფორუმებზე მეც საინტერესო რაღაცებს ვკითხულობ ხოლმე და ერთი ესეთი რაღაცა წავიკითხე ცოტა ხნის წინ რა, რომ აი ეს იაპონური შტამპოვკებიო რა, არ ვარგაო, არაფრათო რა და მე ვერ ხვდები რას ნიშნავს ეს ამ სიტუაციაში შტამპოვკა და არა შტამპოვკას რას ეძახის ეს ხალხი. ანუ მე კი რაღაცა მინდა რომ შენ ამიხსნა. ჩემი ინტერპრეტაციით და შენ რაც ქარხანაში კეთდება შტამპოვკაა ყველაფერი? ალბათ რაც ადამიანის ჩართულობა არ არის და ითქვა სიტყვაზე 95% თუ მანქანა აკეთებს, ალბათ ვიტყოდი რომ შტამპოვკა არის, ნუ ეგეთ სერიული ქარხანა წარმოება. ანუ კონვეირული რა. იდეაში ლოგიკურად რაღაცა რომ მიმსჯელოთ, პირობითად BMW რო ვიყიდო, ეგ შტამპოვკა არის და მე თვითონ რომ ავაწყო რაღაცა ნაწილებით მასკვეთში იმით, ეგ რუჩნაია რაბოტა. ხო, სწორედ ხდება ესე. კი ბატონო. ასე გებია, კი ბატონო. კაი, მოდი სხვაგან წავედით ლესვას დაუბრუნდეთ ეხლა და მეთოდებს. ნუ ისევ და ისევ რა, გინა სამზარეულოში, გინა სახლის პირობებშიც, ალბათ ეს ყვა ყველაზე მარტივი, ყველაზე ნაკლებ ადგილს იკავებს და ყველაზე მაშინ ეს რა არის? ეგეც ვითხარი, თუ ის ყველაზე მარტივია. ნუ ესენის წამოვიღე რა, დანარჩენი ვისაც არ ყოფნის ახლა, აი ეს სერიატორების შემთხვევაში მოდი ცალკე ჩავუღრმავდეთ ამას. ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი, რომ სერიატორებს როგორ ლესავენ და საბოლოო ჯამში ვარქენ ყველაზე რომ აფერისტები არიან ისინი. იმიტომ რომ ესეც რაღაცა $30 იყიდა მეგონი, თავის დროზე რო გამოვწერე, კაი ხნის წინ გამოვწერე, მთელი კომპლექტი გამოვწერე და ვერც ერთი დანა ვერ გავლესე. ხო და სხვა რა ქვია მაგას, თუ არა ის რომ აფერისტები არიან. ელემენტარული, სად არის შენი სერიატორის, აიტა შევეცდები გამოვაჩინო. ხერხიან დანებს, ყველა ხერხი არის ინდივიდუალური, ყველა ქარხანაში, ყველა დანაზე არის სხვადასხვა ფორმის ხერხი. აი ეს ზომებიც ამ ხერხების ყველგან არის სხვადასხვა. ეხლა უყურეთ, ეს რო ბლაგდება, წვეტის ვერ გადალესავ შენ. უნდა დაიწყო მთლიანად ამ ფორმის გამოყვანა. ეხლა რამდენად წარმოგიდგენიათ თქვენ AM-ის ისე ქლიბვა სათითაოდ ყველა სხვადასხვა ფორმაზე, ისე რომ საბოლოო ჯამში იმდენი ფოლადი აიღოთ, რომ ეს წვეტები ისევ და ისევ იგივე გახდეს. პლუს კიდე არის კონუსური. კონუსური იმიტომ არის, რომ ყველა ფორმა არის ინდივიდუალური, ყველა სხვადასხვა დანაზე. შესაბამისად, ანუ აქ სხვა ადგილს იღებს, ისე სხვა ადგილს იღებს. ანუ უარესი გამოდის მე მგონი მაგის რაღაც ძალიან ბევრი როგორ ვთქვა, აფერისტობა და ვარქვა, მინახავს რომ აი რაღაცას გაატარებენ ხოლმე და გადალესავენ ხოლმე. ყველაფერს გადავლესავ ეგრე, ამითიც გადავლესავ ეგრე, დაბლაგებულ დანას ისე რომ აი ეს საჩვენად ფურცელი გავჭრა. მაგრამ ისევ იქ მივდივართ რომ ლესვა ქვია ყველაფერს. მე ლესვას ვეძახი, სუმცირე ქარხურ შედეგს რო ღებულობ. კი ბატონო. დანარჩენი ახლა იქ უკვე უნდა მივუთითო რომ ქარხურ შედეგს ვერ ღებულობ და სწორად ვერ ვლესავ. ამოტრიალებულ ჭიქებზე და თეფშებზე და რაღაცებზე რას ვაკეთებ? კერამიკა არის რა, კერამიკაზე თუ ვლესავთ, კერამიკა არის ის რომ ის მარცვლები ფოლადს იღებს, ოღონდ გარკვეულ სისალეზე და რა თქმა უნდა ელექტროდებზეც მინახავს რომ აკეთებენ, როგორც შედარებით რბილი ფოლადი და საქმეს აკეთებს რა. დანარჩენი კიდე ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაყვანის სისქეს.
ერთი და იგივე ფოლადი, ერთი და იგივე გრადუსზე, ოღონდ სხვა განსხვავებული დაყვანის სისქეებით, აი თხელდანაზე თუ ერთ წუთში შეიძლება გაილესოს, თხელდანაზე შეიძლება გაილესოს დაყვანისას. ის სადაბლა, სათამაშო. არა, აქ წეგან ხელში გეჭირდა. არა. ხო, მოკლედ მინდოდა რომ ხო, დაყვანის სისქეზე არის საუბარი, აი საიდანაც ლესვა იწყება, მეგობრებო, აი ლესვა ნალესი სადაც არის, იმ ადგილზე რომ გაზომოთ, აი ეს სისქე, ეგ არის დაყვანის სისქე. მაგას რაც ზომავს. სტანგელი არა. ახლა მესდამბავი. სისქემზომი. მოკლედ არის რა, რაც ზომავს, რა. დავურთავთ. სამზარეულოდანებში რამდენია ხოლმე? მიკრომეტრი. სამზარეულოდანებში რამდენია ხოლმე, ანუ აი ოპტიმალური 0.3? დაყვანის სისქე 0. 0. 0-მდე დაკავს და მერე ილესება. ეს დანები ეგრე არის განაკეთები. 0-მდე არის დაყვანილი და მერე ბრუნავ ქვაზე წყალი ესხება იაპონურებში რო არის ხოლმე სიბრტყეზე დიდი მრგვალი ქვები და აი ესე გაატარებენ, გამოატარებენ ერთხელ ორჯერ და იმაზე გასაგები. იმის თქმა უნდა რომ დავამთავრო რომ ეს და იგივე ფოლადი, ეს და იგივე გრადუსზე გალესილი დანა დაყვანის სისქეები თუ არის სხვაობა, ლესვის ხანგრძლივობაში შეიძლება მოგცეთ საათების სხვაობა. თუ თხელდანაზე არის შეიძლება წუთებში გალესოთ, სქელდანაზე შეიძლება თუ არის, ანუ იმ ხილას სხვაობას იძლევა. დანარჩენი მოკლედ, სერიატორების ლესვა, ყველაფერს ლესვა ქვია მეგობრებო, მაგრამ სერიატორების ლესვას მე ნორმალურ შედეგსაც კი ვერ მივაგენი. ერთადერთი სერიატორების ლესვაში ვეუბნები ხოლმე რომ ეს არის. თუ ძალიან დაბლაგდება ქარხნებში ბევრი ხდება ხოლმე რომ მეორე მხრიდან აქვთ განალესი. ანუ წვეტოები ესე თუ დაბლაგებული არის, მეორე მხრიდან ადებ ქვას ლესა იმ დონეზე რომ აი წვეტი ბასრი გახდეს. ეგეც იმ შემთხვევაში როცა უკვე აზრი აღარ აქვს. რაღაც შედეგი მაინც რომ შედეგი მიიღო და გარკვეული რამდენიმე ლესვის მერე ეს ნენელა პატარავდება სერიატორი და ჩათვალეთ რომ რესურსი უკვე იტურება დანეს. იცი რა მინდა გითხო, გრინდებთან დაკავშირებით რა, ანუ ლესვის მეთოდები განსხვავდება? გრადუსები ბოდიში. გრინდებთან დაკავშირებით. მაგალითად hollow grinds და flat grinds რამე განსხვავებული მიდგომა აქვს გრადუსის კუთხით თუ არა? ნუ შეიძლება hollow grind-ის შედარებით მეტ გრადუსზე გადალესვა რომ თქვათ ის სუსტი მხარე შედარებით გაამყარო და ეს კი ლესვის ხარისხი კარგება, მაგრამ იმას რადგან hollow grind-ი აქვს, იმითი აკომპენსირებ რომ თქვათ შეღწევადება მაინც კარგი გქონდეს და სიბასრეს კლასიკური გაგებით სიბასრე რასაც ქვია. ერთი და იგივე სისქის მქონე, ერთი და იგივე დაშვების სისქის მქონე, hollow grind-ი და flat grind-ი. რომელი უფრო ბასრე უნდა იყოს? ანუ ყველაფერი რო ერთნაირად ავიღოთ რა. სიბასრე მოდი ცალკე თემა არის, კიდე და ხალხს არ ესმის ეგ. სიბასრე არ არის არაფრის მომცემი, ეგ ერთი. შეიძლება ნაკლებად ბასრმა დანამ ძალიან ბევრად მეტი გაჭას და ბევრად ხარისხიანი გალესილი იყოს და დანა იყოს ძალიან ბასრი, თმებს ჰაერში ჭრიდეს, მაგრამ იყოს თუნდაც აი სიტყვაზე ვთქვათ გადამწვარი იყოს ფოლადი და რამდენიმე გაჭრაში სულად გაუბედურდეს დანა. მაშინ კითხვას არ გისვა მე მგონი არასწორად რა, იცი რა მინდა. მოდი სიბასრეს ჩავუბრუნდები ერთ და მე კიდე. სიბასრის ერთადერთი საზომი არის არ ვიცი სურათ შევეცდებით მოვიძიოთ. აი ნალესის წიბოს დიამეტრი. რაც უფრო პატარა არის, მით უფრო ბასრი არის დანა. ეგ არის და დაბლაგებაც ეგ არის. ის დიამეტრი რო იზრდება, შესაბამისად ბლაგუდება. მე რისი კითხვა მინდოდა, იცი, აი, როდესაც თქვათ აი ეს არის 3 მმ რა. აქ მაქვს flat grind-ი და აქ მაქვს hollow grind-ი. ანუ როდესაც ავიღოთ ერთი და იგივე პროდუქტი, თქვათ კარტოფილი რა. ხო, ანუ როდესაც hollow grind-ის შეღწევადობა უკეთესია ვიდრე flat grind-ის, მაგრამ ზედა სისქე რო უშლის ხელს რომ კარგად გაჭრას. კი ბატონო. ანუ მაგ სიტუაციაში მე ჩემი დაკვირვებით ვიძახი რა, ანუ flat grind-ი პროდუქტზე საჭრელად მირჩევნია ხოლმე, იმიტომ რომ hollow grind-ით ვიწყებ კარგ ჭრას და მე მიშლის ხელს რა. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი კიდე ბევრს გონია რომ თქვათ ნალესი ჭრის და გალესილი დანა სინამდვილეში დანაჭრის და მაგიტო ამდენს და გეომეტრიას ჭრის კიდე. მაგიტო ამდენს რომ ლაპარაკობთ. შეიძლება სასწაულად ბასრი იყოს და და ვერაფერი ვერ გაჭას. აი თქვათ რეზინის გაჭრას ხო სხვა რაღაცა ჭირდება. სხვანაირად ჭირდება. მაგიტო არის აი ეს ყველაფერი დაშვებები ხელოსანმა რომ უნდა იცოდეს და იმის შესაბამისად გააკეთოს და ლესო არის აი არ ვიცი რამდენად სწორი შედარება არის ხოლმე, მაგრამ აი როგორც მანქანაში საწვავი რო ჩაასხა. დანარჩენი ხო მანქანამ უნდა ქნას. იგივე არის დანაზე. დანა უნდა იყოს გამართული, კარგად გაკეთებული და ლესო არის საწვავით რა ჩაასხავთ. დანარჩენი ის თუ გამართული არის, გამართულად ჭრის. რა, მე კიდე მაქვს ერთი მომენტი რა, აი ამ შენი მოყოლილიდან, თუნდაც ჩვენი ისე საუბრებიდან, ანუ მე ერთი ძალიან
ჩემთვის ესეთი დასკვნა გამოვიტანე რა, რომ ანუ თუ ადამიანი არ ხარ რაღაცეებში ძალიან ჩახედული, ხანდახან უბრალოდ ჯობია რომ დაუჯერო დანიშნულებას. აი, როდესაც მაგალითად მეუბნები რა, რომ მაღაზიაში ეს დანა არის ბოსტნეულის და ვთქვათ, ეს ხო, ანუ იმდენად დიდი განსხვავება არის, თუ დააკვირდები და ამ დანიშნულებას შეასრულებ და პირობითად რაღაცადან თევზზე იმუშავებ და რაღაცით ბოსტნეულზე, ანუ მიხვდები რა, რომ ეს არავინ არ გატყუებს რა. კი, ეგრე არის. დანარჩენი ყველამ თვითონ უნდა გადაწყვეტოს, რამდენად ჭირდება ეგეთი პროფესიონალური ინსტრუმენტი რა. ბევრისთვის კომფორტი არის, რომ თქვა არ უნდა რა, ისინი მაღალი ხარისხის, იმიტომ რომ შედარებით მეულა ჭირდება, მეტი მოდელ და ყურადღება ჭირდება და ორჩენია ლესვის ისა ჭრის ხარისხის დაბალი ქონდეს, საწოლებელიც იყოს, მაგრამ მეულა ნაკლები ჭირდება. ეს დანა ეხა ეს ზომა ავიღე შეგნებულად რა, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი დიასახლისი ვიცი, რომელიც აი ამ ზომით ბევრად კომფორტულად მუშაობს, ვინდა გინდა შეფით კლასიკურით. ხო, ნუ ეს უკვე ის არის რა, რა ქვია, სუფთა მიჩვევის ამბავი არის და რას აკეთებ ეს დანა მომწონს. ავიცი რა. რაზე ვისაუბრო კისა ნალეს ამ ქვებს შევეხოთ ერთ-ერთს. მოდი მაშინ კერამიკას და ალმასებს შევეხოთ და ელბორებს შევეხოთ რა ძალიან რო არის. ვთქვათ კერამიკა ბევრად სუსტი არის ალმასებთან და ელბორებთან შედარებით, თუმცა აქვს პლუსებიც და მინუსებიც. სხვაობები ბევრი არის ამ კერამიკაში და ზოგი შეიძლება ხარისხიანი იყოს, უხარისხო იყოს. კერამიკები არის რომ აი სრული არის, მთლიანი არის და როც ხდება ფრაქციები ახლდება სულ. სულ ახალი მარცვლები ამოდის ზედაპირზე და სულ ერთნაირი სამუშაო მდგომარეობა აქვს. ალმასები არის შემაერთებელი აქვს ამ შემთხვევაში აი ეს ლითონის შემაერთებელში არის შიგნით პატარ-პატარა ალმასები. დანარჩენი ალმასები არის წაწვეტებულები, თვითონ რო გაადიდო კრისტალები არის, თუმცა ნუ თავიდან ძალიან აგრესიულები არის. მერე კარგავს აგრესიას, მაგრამ ჯდება რომ აი ვირივით მუშაოს, შეიძლება წლები იმუშაოს. სხვა რომელი ჯობია, მაგაზე არ მაქვს სიმართლე გითხრა, ორივე ძალიან კარგი არის. ნუ ამ შემთხვევაში მე თავისი რესურსიდან გამომდინარე ალმასებს და ელბორებს ვანაჭებ უპირატესობას. ოჯახში დიასახლისებს მოდი მე ესე ვიტყოდი რომ მე კერამიკულ მასაც ვურჩევდი, იმიტომ რომ გამოყენება მარტივია და აი მოდი ერთი მარტივი კუთხის დაჭერა ვასწავლოთ, დავუშვათ მარტივ სამზარეულოს დანაზე, როგორ უნდა დაიჭიროს კუთხე რომ გადალეს. მოდი ამასაც ჩაუღრმავდით რა, ანუ არის პირის აწყობას ვეძახით ხოლმე და გამართვას, თუმცა მსგავსზე ლესვაც შეიძლება რა. გააჩნია ახლა მაგალითად აი ამ დანას მე ვიტყოდი რომ ძალიან დიდი ხანი ეს მოახერხებს რომ გალესოს. დანარჩენი ცოტა სქელი დანების შემთხვევაში ეს უკვე იმდენ ფოლადს ვეღარ იღებს და უკვე ემსახურები რომ მიკრონალესის გაკეთებას და გრადუსის ნელ-ნელა გაზრდას. კი ბატონო. სხვა ცადოთ ამაზე გაიგო. ცადოთ ანუ აი ხო ხტები რა, კაი, ნუ ყველა ზემოდან გინდა როგორც გინდა, ხო? არავის ესე არ ვასწავლო, ჩემ აზრს გავუზიარებ, ვიღაცამ შეიძლება ამაზე უკეთესი მეთოდი ქონდეს, ჩემი გამოცდილებით და ჩემი აზრით, მთავარი არის აი ამაში ლოგიკურად რომ იმჟელოთ, კუთხე ვიპოვოთ, ეს წიბო ვიპოვოთ, ხო? მაგის იპოვნის ყველაზე კაი საშუალება არის, როგორც აი ხეს რო თლით, აი ესე გავატაროთ საპირისპირო მიმართულებით. ცოტათი მაღალზე აწეული თუ არის ხოლმე, აი რო ერჭობა, ხეშიც რო ერჭობა და მაგარათლი, დაბალზე კიდე გძნობ რო სრიალებს ძალიან. აი რო წამოუწევ რო უკვე აი ფხას შეიძლება. ხელს რო გიშლის ცოტა რა. ხელს რო გიშლის უკვე რო თლას იწყებ. აი კუთხე არის შესაბამისად სამუშაო კუთხე მასათების შემთხვევაში. მასათზე თქვენ გრადუსს ვერ გაასწორებთ, ვერაფერს ვერ იზავთ, ერთადერთი შეგიძლიათ რომ აი ეს კუთხე იპოვოთ და ეს კუთხე გადალესოთ ნელ-ნელა. და ძირითადად მაგ კუთხეს რო იპოვი ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან შეიძლება გავუსვარ რამოდენიმეჯერ და რამოდენიმეჯერ ხა ძალიან ბევრი ტარება თუ ჭირდება ჩათვალეთ რომ დანა გასალესი არის და ის მასათის თემა არ არის. სხვა დაჭერა არ ჭირდება. ეხლა ეს მრგვალი არის გამარჯვებელში ახლა რომ გაადიდო ეს მიკროსკოპში აი ერთი პატარა წერტილი არის შეხების წერტილი. შესაბამისად აი მარტივ მიდრედებით იმ შეხების წერტილზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის. აბსოლუტურად არ ჭირდება ეს ძალის დატანება. ეს გაატარო, გამოატარო რა, საპირისპირო. ექსანამ ვისწავლე, გავაფუჭე ყველაფერი, დავამტრიე დანებიც და მასათებიც. და ძალიან სასარგებლო რაღაც არის და ყველას ურჩევ რომ მასათის კულტურაც არ არის ჩვენთან და რაღაც პირადი გამოცდილებით ვიძახით ძალიან ბიუჯეტურ სამზარეულო დანებზე გიოს უყვებოდი წელიწადზე მეტია ყოველ შემთხვევაში მე გასალესად არ მომიტანია რა დანები ანუ აი მასათით ასე ვთქვათ ჩემჭიას ვახარებ. აი ხლა ალმასებიც ბევრნაირი არის, ამას გალვანიზებული აქვს მაგალითად, ძალიან ხარისხიანი არის, EZS ფირმის არის, ამერიკული ბრენდი არის, ხარისხიანი ალმასები აქვს, თუმცა გალვანიზებული არის. ანუ მასიური არ არის ამ შემთხვევაში ეს შიგნითაც აი მასიურად ალმასები არის. ამას გარედან აქვს, ეს რომ დაждდება, ეგ იქნება და ეგ იქნება. დიდხანს იმუშავებს, თუმცა აგრესიულობას დაკარგავს. კერამიკულების მინუსი აქვს ის, რომ თქვა ადვილად ტყდება. არაკომფორტული არის, არაპრაქტიკული არის მაგაში, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან კარგად იღებს ფოლადს და მასიური არის. მოდი, ფინალისკენ რო გავიდეთ, აი პასტებზეც გვითხარი რამე ბატონო გიორგი, რა არის ეს პასტები?
რაღაცები წაუსვა. პასტებზე იგივე არის, ჩათვალეთ რომ ანუ სალეს ქვას ხდით რა, სალეს ზედაპირს იღებთ. რაც ამაში ურევია, ელბორები აი ამ ქვებში და აი ამ ქვებში ურევია მარცვლები, ჩათვალეთ რომ პასტის სახით ხავს. დანარჩენი შედარებით ხევადი სახითაც ხდება ხოლმე რომ შპრიცებში არის, ეს უფრო მაზების სახით. რაზე უნდა გადაუსვა ეგ პასტა? უყურე იდეა როგორ არის, ამაში ხო არის ეს კრისტალები, ალმასების და რაღაცების. შედარებით რბილ ზედაპირზე რო უსმევ, ყავი იქნება, თუჯი იქნება. აი იქ ხო ეს მარცვლები ჯდება შიგნით, ის რბილი არის, თუნდაც ის თუჯი, ხო, თუჯი არის ხოლმე, თუჯი ქვია. ხო, მოკლედ რაც არის, შედარებით რბილში რო გადაუსვე იმ ფრაქციას, ის კრისტალები შიგნით ერჭობა და ჩათვალეთ რომ ზედაპირს ღებულობთ უკვე რომ ის ფრაქციები არის. ხესაც ვიყენებთ მაგალითად, ხის შემთხვევაში უსმევ ხოლმე, აქაც ეს ფრაქციები ჯდება და ჩათვალეთ რომ უკვე სალესი ქვასავით ზედაპირი გაქვთ, შკურკასავით გაქვთ. ეგ არის. დანარჩენი ბევრს გონია ხოლმე რომ რაც უფრო სარკი არის. სარკეზე ჩემი აზრით უნდა გაილესოს მაღალი დონის ფოლადები. რაც უფრო წმინდა არის ნალესი, მის უფრო სასიამოვნოა გჭრა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ კარგი არის ფოლადი. თუ ფოლადს არ აქვს შესაბამისი ხარისხი თქვა და შესაბამისი ჭრის თვისება, მაშინ მაგ შემთხვევაში ჯობია რომ შედარებით უხეში ხვით გადაილესოს ცოტათი და ცოტა ის ხერხიც მიეხმაროს აგრესიულ ჭრაში. მე დიდი ხანი დამჭირდა მეგობრებო ამის გასაგებად, იმიტომ რომ ოდესაც მიხსნე და გიორგი რომ აი ეს შედარებით უხეში, რატომღაც მეგონა რომ ეს შედარებით უხეში ნიშნავდა რაც ნაკლებ, მაგრამ ოდესაც პრაქტიკაში ვნახე ერთიც და მეორეც, აღმოვაჩინე რომ მე შედარებით უხეში ძალიან მომწონს, ძალიან მაკმაყოფილებს და მშვენივრად ჭრის შედარებით უხეშით. ყოველდღიურ მოხმარებაში სავსებით საკმარისი არის. დანარჩენი არის როგორ ვთქვა ენთუზიასტების თემა და მოყვარულების თემა. ვიზუალი მოხსოვს იქ ეგ თუ ფოლადი მაღალი ხარისხის არის და მაღალი დონის არის, რა თქმა უნდა წმინდად გალესილი ჯობს, იმიტომ რომ ის ფოლადის ხარისხის ხარჯზე ჭრის. ანუ ის წინა ვიდეოში რო ვისაუბრეთ, ახლა ძალიან სიღრმეებში ვერ შევდივართ, ჩვენ თუნდაც აღარ გვაქვს ახლა მაგდენი ცოდნა, მაგრამ როცა ის კარბიდების ხარჯზე ჭრის, არ ვიცი, დავურთავთ ვიდეოს, რომ აი ბურღებს რო აქვს ხოლმე, ხო იცი კბილები. ვანადიუმის მონსტრები რო არის. როცა იმის ხარჯზე ჭრის, ბევრად უფრო სასიამოვნო არის და კარგი არის ჭრა და როცა იქ თვისებები არ აქვს ფოლად შესაბამისად, ჯობია ხოლმე რომ ის პატარა მიკროხერხი მიეშველოს. უხეშ ქვაზე რო ვსაუბრობთ, იმას კი არ ვსაუბრობთ, რაღაც ძალიან უხეში იყოს. აქ პატარა სხვაობები არის, სხვაობებზეა საუბარი. და ბოლო კითხვა არის და დავასრულოთ. ნალესის ქარხნული ლესვის ხარისხის მიხედვით შეგვიძლია თუ არა რომ რაღაცა უპირატესობები მივანიჭოთ სხვადასხვა ბრენდებს. ჩინელები ძალიან კარგად ლესავენ. კი ბატონო. გამოვარჩიოთ მე ჩინელებშიც, ბიუჯეტურებში თუნდაც. ბიუჯეტურებში რა იგი, განზოც ნორმალურად ლესავს, ვიტი, ყველა ჩინურები ყველანი მე გამოვარჩევ CV-ის გამოვარჩევ, იმიტომ რომ აი თითქმის არ მენახია ბრაკი ნალესის CV-ი. არ ვიცი რას დავაბრალო, ეგ აი ბენჩმეიტს არ აქვს ესეთი კაი ლესვები. შეიძლება ეს საწარმოო რო გაქვს გამართული და წლები რომ მუშაობ, ძალიან ძნელია ქარხნის გადაწყობა და ძალიან ბევრი ინვესტიციასთან არის დაკავშირებული და ახლიდან რო იწყებ, ახალი ტექნოლოგიებით იწყებ და მაგ შემთხვევაში მაგათმა აჯობეს. ალბათ იმათაც მოუწევთ ადაპტირება და ლესვის ხარისხის საწევ, მაგრამ ჯერჯერობით ჩინურები აშკარად ჯობია. ნუ ძალიან მაგალი დონის ამერიკულებზე არ მაქვს საუბარი. ხო, არა, კი ბატონო, ანუ ამით მეც იმის თქმა მინდა რომ ანუ ჩემთვის პატივისცემას იწვევს იმას, რომ ის CV-ს რო ვიღებ, ვიცი რომ იქ მივიღებ რაღაც მისაღებ ზე მაღალ ხარისხის ლესვას. სხვა რამდენად ინფორმატიული გამოვიდა, თავიდან რაც თქვი, ძალიან დიდი თემა არის. კითხვები ალბათ დაგვისვით და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შეიძლება მიუბრუნდეთ, შეიძლება რაღაცა ვიზუალური სხვა ნაწილი ჩავწეროთ, მე ერთს დავამატებ, რომ ანუ მადლობას გიხდი ბატონო გიორგი ამისთვის, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ესე ვიზუალურად პირველი ვიდეოა, სადაც თან ჩანხარდა, თან რაღაცებს აჩვენებ და მართლა საინტერესოა. ეს არ არის თემა, რაც შეიძლება ყველას მოწონდეს და აინტერესებდეს, მაგრამ ვისაც აინტერესებს, დარწმუნებული ვარ, რომ მოეწონებათ ეს ვიდეო და გამოიწერეთ მეგობრებო არხი, შეგახსენებთ აქვე რომ 5000 გამომწერზე Microtech MSI-ის გათამაშება იქნება და ასევე მედანესგანაც იქნება სიურპრიზად გათამაშება და რა ვიცი, დაგემშვიდობებით და მომავალ ვიდეოებამდე. მადლობა ყურადღებისთვის. კითხვები დაგვისვით, გამოვარჩევთ კითხვებს, კი და აუცილებლად და აუცილებლად პასუხებს. კარგად. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად.